ხუთი ქცევა, რომელიც ბავშვობის ტრავმაზე მიანიშნებს. პირველი, ზედმეტი ბოდიშები. იხდი ბოდიშ მაშინაც კი, როცა არაფერი დაგიშავებია. ეს იმიტომ, რომ შესაძლოა ბავშვობაში ხშირად გადანაშაულებდნენ იმაში, რაც შენი ბრალი არ იყო. რაღაც მხრივ მიეჩვიე, რომ დამნაშავე იყო, რათა თავიდან აგერიდებინა კონფლიქტი. მეორე, სხვების გადამეტებული სიამოვნება. გიჭირს არასთქმა. რატომ? იმიტომ რომ შენს ოჯახში სიყვარული იყო პირობითი. ანუ მშობელი სიყვარულს გამოხატავდა მხოლოდ მაშინ, როცა კარგად იქცეოდი. კარგ ნიშნებს იღებდი, ან მშობელს არ აბრაზებდი. დღეს შენ გგონია, რომ სიყვარული უნდა დაიმსახურო. ამიტომ მზად ხარ ყველა სასიამოვნო და უარი არავის უთხრა. მესამე, ჰიპერდამოუკიდებლობა. გინახავთ ალბათ ადამიანი, რომელიც ამბობს: დახმარება არ მჭირდება, ყველაფერს თავად ვიზამ. საიდან მოდის ეს? ბავშვობაში მშობლებმა არაერთხელ გაგეცრუეს იმედი, როცა მათი მხარდაჭერა მჭირდებოდა. შენმა ფსიქიკამ დაიმახსოვრა, რომ სხვისი იმედი არ უნდა გქონდეს და სწორედ ამიტომ ააშენე ეს კედელი. მეოთხე, კონფლიქტის დროს გაშეშება. როცა ვინმე ხმას უწევს, შენ თითქოს ამ დროს ემოციურად ისიშები. რატომ? იმიტომ რომ ბავშვობაში ყვირილი და აგრესია შენთვის საშიში იყო და გადარჩენის ერთადერთი გზა უხილავად ყოფნა გახდა. შენი სხეული დღესაც იმავე თავდაცვას იყენებს, რათა გადარჩეს. მეხუთე, მუდმივი მოლოდინი, რომ რაღაც ცუდი მოხდება. შენ გაიზარდე არაპროგნოზირებად გარემოში, სადაც სიმშვიდეს ყოველთვის ქარიშხალი მოსდევდა. შენმა ტვინმა ისწავლა, რომ სიმშვიდე საშიშია. რადგან ახლა ყველაფერი კარგად არის, დარწმუნებული ხარ შინაგანად, რომ ეს იმას ნიშნავს, მალე აუცილებლად რაღაც ცუდი მოხდება.